ბატონ ჰამერბერგს კარგად ვიცნობთ უკვე საქართველოში, იმიტომ რომ ის გასულ წლებში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში ცალკეული საკითხების შესწავლაში, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი, უმაღლესი კომისარი. ახლა იგი ჩამოსულია სპეციალური მისიით. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სთხოვა ევროკავშირის წარმომადგენლებს ბრიუსელში ყოფნის დროს, რომ საქართველოში მოევლინათ რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელიც ერთი მხრივ მონიტორინგს დაწესებდა და გაუწევდა ქვეყანაში იმ საკითხებს, რომელიც იწვევს მაღალ ყურადღებას, იმსახურებს მაღალ ყურადღებას ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც და ის გაუწევდა მონიტორინგს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას. მეორე მხრივ სპეციალისტი, რომელიც დაგვეხმარებოდა კონკრეტული საკითხების, ეს იქნება საკანონმდებლო თუ სხვა საკითხების სწორად გადაწყვეტაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა ასეთი მაღალი რანგის სპეციალისტი გამოაგზავნა საქართველოში. ბატონი ჰამერბერგი ჯერჯერობით 4-5 თვეს დაყოფს ქვეყანაში. ზოგჯერ საქართველოში იქნება, ზოგჯერ ბრიუსელში, მაგრამ ამ 4 თვის განმავლობაში ის იქნება მუდმივად ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში და მიაწვდის ობიექტურ, მაღალკვალიფიციურ მოსაზრებას, დაკვირვებას არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენ მას აღვთქვით დახმარება და ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ყველა ორგანიზაციული საკითხი და საქართველოს პარლამენტი იქნება ძალიან დაინტერესებული მასთან თანამშრომლობაში. ამასობაში არ არის გამორიცხული, რომ ბატონ ჰამერბერგთან ერთად სხვაებიც გამოჩნდნენ ამავე მისიით, ანუ ეს იყოს არა მხოლოდ ერთი სპეციალისტი, არამედ რამოდენიმე მაღალი რანგის და ავტორიტეტული სპეციალისტის მოღვაწეობა საქართველოში.